იურისტებმა, რომელმაც MMA-ის მებრძოლის გიორგი ქართველიშვილის პრესკონფერენციას მოუსმინეს, თქვეს, რომ ამ პრესკონფერენციაზე გაჟღერებული ინფორმაცია უკვე არის საფუძველი იმის, რომ გიორგი ქართველიშვილი ახლა საკუთარ მეგობრებთან ერთად იჯდეს საგამოძიებო უწყებაში და პასუხობდეს გამომძიებლის მიერ დასმულ კითხვებს, ვინაიდან უკანონო ფორმირების შექმნა ქართული კანონმდებლობით 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს და მსგავსი ტიპის ფორმირების შექმნა, რომელიც წინსწრებით, რომელმაც უკვე გააჟღერა, რომ მათ შორის უკან არ დაიხევენ ძალადობის განხორციელებაზეც, ძალიან ბევრი იურისტის მხედრიონი გაახსენა და გაახსენა მაგალითად ის დაჯგუფებები, რომელიც კადიროვს ხავს ჩეჩნეთში. ამიტომაც იურისტები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოს კანონმდებლობა სრულიად ეწინააღმდეგება ისეთი ორგანიზაციის და ფორმირების შექმნამ, რაზეც საუბარი იყო დღევანდელ კონფერენციაზე და ეს ყველაფერი 12 წლით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ეხლა ამ წუთას უნდა იკითხებოდეს ეს ადამიანი საგამოძიებო ორგანოებში და მეტი ალბათობით უნდა დარჩეს კიდეც საგამოძიებო ორგანოებში დიდი ხნით, იმიტომ რომ ორი ეს სამართლის მუხლის გარემოებები გამოიკვეთა, ერთი რაც აშკარა არის, ეს არის მუხარა, მეორე უკვე სერიოზული მუხლი არის, რომელიც 12 წლამდე პატირობას ითვალისწინებს, ეს არის უკანონო ფორმირების შექმნა, რაც უნდა კეთილშობილური იყოს მიზანი, არ შეიძლება კეთილშობილური მიზნებისთვისაც კი რაღაც უკანონო ფორმირების შექმნა და უნივერსიტეტებში როცა იურიდიულ ფაკულტეტზე ამას ასწავლიან, მოყავთ ძალიან კარგი მაგალითი, ეს არის მხედრიონი, რომელიც თავზე შექმნა კეთილშობილური მიზნები და ბოლოს გვახსოვს როგორც დამთავრდა. მათ არავინ არ ეკითხებათ საერთოდ რა არის სწორი და არასწორი. არა აქვს მათ არანაირი კვალიფიკაცია პრინციპში გამოჩნდა კიდეც პრესკონფერენციის დროს და მის შემდეგაც რომ მაინც და მაინც არ არის ის ხალხი რომელსაც ტრადიციების დაცვა შეუძლათ, იმიტომ რომ წარმოადგენენ არ აქვს უბრალოდ ქართულ ტრადიციებს. აფუძნება მსგავსი მიზნით და ორგანიზება და მასში წევრობა უკვე განეკუთვნება სამართლებრივ დანაშაულს. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვიმყოფებით ისეთ რეალობაში, როდესაც საზოგადოებრივი პოლიტიკური პროცესები არ მიმდინარეობს კონსტიტუციურ ჩარჩოში, კანონმდებლობის ლოგიკით და ეს მსგავსი ინიციატივაც რა კი ჩნდება და რა კი ეს ადამიანები აძლევენ საკუთარ თაობს ამის უფლებას, რომ მსგავსი მიზნებით გამოვიდნენ. ამის კიდევ ერთი დასტური არის და მათ აქვს აბსოლუტური მოლოდინი რწმენა იმისა, რომ თუნდაც ღიად გააზრება იმისა, რომ ის არ არიან კანონის ფარგლებიდან გადიან, ხო, ამის მიუხედავად მაინც არ არსებობს მსგავსი ინიციატივას. მართალია გიორგი ქართველიშვილმა დღეს არ უპასუხა ჩვენს კითხვას, იყო თუ არა შეთანხმებული ქართულ ოცნებასთან მისი ორგანიზაციის შექმნა, თუმცა თავად ქართული ოცნების დეპუტატებმა შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი თავიც კი ამხილეს, ვინაიდან დღეს ნინო წილოსანიც კი დაემუქრა საზოგადოებას და საზოგადოებას მოუწოდა, რომ ყველამ საკუთარი თავი გააკონტროლოს, ყველა კარგად მოიქცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში გიორგი ქართველიშვილის ორგანიზაცია ანონსებს, რომ ყველას პასუხს ყისიერად გაგცემ, თუ ასეთი იყო ქართული ოცნების პასუხი დღეს პარლამენტში შექმნილ ორგანიზაციასთან დაკავშირებით. ის რაც ახლა დაანონსდა, ალბათ ბუნებრივი რეაქცია იყო საზოგადოების დიდი ნაწილის, როდესაც ადამიანის ღირსებას ეხები, უნდა იყო მზად, რომ დაიცავენ ადამიანები საკუთარ ღირსებას. მე ძალიან არ მინდა, რომ ეს ფიზიკურ დაცვაში გადავიდეს, მაგრამ როდესაც შენ ამას მიზანმიმართულად აკეთებ, სამწუხაროდ როგორც ჩანს, ესეც არ გამოირიცხება ხოლმე, მაგრამ რა თქმა უნდა ყველას მოუწოდებ, რომ ფიზიკური ასე ვთქვათ, ანგარიშწორება არ არის ფორმა, რომელიც მისაღებია. თუმცა ამავდროულად არც ერთი ასეთი მავნებლური და შეურაცხყოფელი გამონათქვამი არ უნდა იყოს უპასუხოდ არჩეული. საჯაროდ აქვთ დაანონსებული ამ მოძრაობას, რომ ყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი, რომ ადამიანის ღირსებას არ შეეხება. კანონმდებლობის ფარგლებში თუ კი ვინმე შეეცდება ან ადამიანთა ჯგუფი რომ საკუთარი ქართული იდენტობა იყოს დაცული, ეს მხოლოდ მისასალმებელია, რა თქმა უნდა. თუ ეგრე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და ასე შემდგომ, არსებობს რეაგირებები, მაგრამ ის რომ დღეს ზოგადად არის ქართული იდენტობა დასაცავი, ეს არის ფაქტი და მოცემულობა. ხას უსვამ კანონმდებლობის ფარგლებში. და მე დარწმუნებული ვარ იმ ხალხმა თუ იმდენი მოიფიქრა და შეეძლო რომ რაღაც კანონმდებლობის საფუძველზე აყალიბებს ორგანიზაციას, იმდენსაც მოახერხებს, რომ ასევე კანონმდებლობის ფარგლებში დაიცვას ქართული იდენტობა. ყველას აქვს
უფლება, რომ გაერთიანდეს, მიუხედავად იმისა, ნაცჟურნალისტებს და ნაცმედიას ეს მოეწონება თუ არ მოეწონებათ და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ კარგია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ერთიანდება და ხმას იმაღლებს მიზანმიმართულ დაორგანიზებულ შეტევას ქვეყნის კულტურაზე, ქვეყნის წარსულზე და ყველა იმ ღირებულებაზე, რომელიც საქართველოს აქცევს, ქართველს ქართველად აქცევს, საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეები ადამიანები, რომელსაც ეს ყველაფერი გონიათ სიტყვის თავისუფლება, ისეთივე მორალური დამნაშავეები არიან, როგორც ის პირები, რომლებიც ამ ყველაფერს ჩადიან. იურისტები პირდაპირ ამბობენ, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ახლა პრესკონფერენციის მონაწილე ყველა პირი გამოკითხვაზე უნდა იყოს, ვინაიდან მათ დაანონსეს, რომ აპირებენ უკანონო ფორმირების შექმნას და მათ შორის დაანონსეს, რომ ძალადობაც კი შეიძლება მათი მხრიდან ძალადობასაც კი ადგილი ჰქონდეს. ეს ყველაფერი იურისტების თქმით არის არაფორმალური დაჯგუფების შექმნა, რაც ქართული კანონმდებლობით 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.